იცით რა უგიდურება ტრიალებს ჩვენთან და ვაპირებთ ხვალე დილით ადრე 6 საათი გურიაში გასვლას რომ არ ვიცი თუ მივედი სადმე რაღაცა ვინმეს ხელი წაუყარით რამე საქმეზე ხო კაი ბოლო გადავცემთ რა პროდუქტებს ხო იქ დავტოვოთ და გზაზე ვინც იქნება გადავარდნილი იმათ მაინც უშველთ სამი მანქანით ვივდივართ და ანჩეს მე მიყალებს ნელა გეტყვით გავტარდით ნიკოლაუსა იღებს სურათს აი ეს 4 ანუ იდეა არის რომ 30 კომპლექტი პარკი დავაკომპლექტოთ ანუ 30 ოჯახს გადავცეთ თითო კომპლექტი პარკი სადაც შედის ეს თითო ანუ ორი ეს რაღაცეები მიდის მზადება ანუ 30 პარკში უნდა ჩავდოთ თითო ყველაფერი დავაკომპლექტოთ და მე შევტენოთ აქ ხა აკომოვა აგერ მოდის იქიდან გამოვილის ჩემი და აკოს მანქანაში და ხალე ქართლის მანქანაში გადავალაგებ კიდე აი წავედით ამცალი მოკლედ ახლა მივდივარ გარაჟში პროდუქტები კი ნახეთ რომ ჩავალაგეთ გავაკეთეთ 30 ადამიანზე უბრალოდ 30 ოჯახზე შევკარით რაღაცა ის პირველადი ნივთები რაც საჭირო არის 30 ოჯახზე და ვისაც ვნახავთ გზაში დავუტოვებთ ახლა მივდივარ გარაჟში უნდა ავიღო დამატებითი ბუქსირები მე მექნება ჯამში 3 ბუქსირი აკოს ექნება 2 ბუქსირი თორნიკეა ქართლოსია ჯამში გვაქვს 2 ჯალამბარი ასევე გვაქვს ჯაჭვები ეხლა რომ ავიღებ ჩემ ბუქსირებს ასევე მიმაქიდა ლაფატკა იმიტომ რომ კაპოსტროლი გაგვიხდება მე უნდა წავიდე კაპოსთან კაპოს უნდა გამოვართვა ჯაჭვები და იდეაში ყველა მანქანაზე გვექნება ჯაჭვები ჯაჭვები ესეთ რელიეფსი არის აუცილებელი ეხლა გასართობად არ მივდივართ პრაქტიკულად არ ვიცი ისეთი მდგომარეობაა რომ ძალიან რთული ვითარება არის რეგიონში იქით სადაც მივდივართ და ანუ ჩვენი ამოცანა და მისია არის რომ რომელიმე სოფლამდე მივახციოთ რომელიც მოწყვეტილია თუ რამდენიმესთან მივახცევთ ხო საერთოდ უკეთესი რომელიც მოწყვეტილია რომ მათ გადავცეთ ის პროდუქტები იმიტომ რომ იცით რამდენიმე დღე უკვე გზა არ არის არც დენი აქვს არც გაზი აქვს არც წყალი აქვს არაფერი აღარ აქვს არც საკვები აღარ აქვს და რამენაირად მივიდეთ გზა გავწმინდეთ ხო იქამდე მე ვიღაც ავიდეს სანამ ვინმეავა მანამდე დაუტოვოთ ეს პროდუქტები აი წავედი ახლა ჩავბარგდები მოვბარგდები და ჩავბარგდები კიდე ერთხელ შემოვართრევა ბუქსირებს და ყველაფერს და ხვალე დილით 6 საათზე დავიძრებით თბილისიდან ნახოთ რა გამოვა არავინ არ იცის რა იქნება იმიტომ რომ გაართული პირობებია ჩვენც ახლა ბევრი სიმინდი არ გვაქვს იმედი გვაქვს რომ სამი მაინც მიგვალ და ვიღაც მაინც დავახმარებთ წავედით დილამშტოვის მეგობრებო აი ქართლოსია ჩამოსული და ჩემი მანქანა გადავალაგებთ ახლა ყველაფერს აქეთ იმიტომ რომ ქართლოს ჯალამბარი აქვს და ეს მანქანა უფრო გამოგვადგება ჩემსაც დავტოვებთ და წავალ სამი მანქანა სამი ჯალამბარიანი გავედით თბილისიდან მივდივართ გურიაში ეს არის ფოტოშოპით დენება ის როგორი მდგომარეობა არის პროდუქტები უკვე ნაყიდია აღჭურვილობა ჩადებულია და ნელა ვეცდებით რომ ჩავიდეთ გურიამდე და არ ვიცი რასაც შევძლებთ რომ გავაკეთოთ დღეს გასართობად არ მივდივართ არ არის ეგეთი დღე იმიტომ საჭიროებაშია იქ ვეცდებით რომ ვიღაცას დავეხმაროთ და ჩვენი ცოდნა და გამოცდილება რაც გვაქვს მაქსიმალურად გამოვიყენოთ ამ სფეროში და დავეხმაროთ ხალხს ვართ სამი მანქანა ჩვენ პროდუქტი ატეებზე ზამთრის საფურავი არ დავაყენე იმიტომ რომ მე აზრი არ აქვს ეთორია იქ მაინც ჯაჭვებს დაგეხმაროთ ვიდეთ თორნიკე მოდის კიდე და ქართლოსი სამი გვაქვს ჯალამბარი და სამი მანქანაზე გვაქვს 4 ჯაჭვი შესაბამისად სადამდეს ვივლით ახლა 2 მეტრიან თურში ალბათ ვივლით მაგრამ სადაც გაწმენდილი იქნება ტრაქტორის განავალი იქნება იქ მაინც ავალთ და დაუტოვოთ ადამიანის პროდუქტებს გვაქვს პროდუქტები როგორც ვთქვით 30 ადამიანზე 30 ოჯახზე 30 ოჯახზე და მისია არის რომ ყველა დავარიგოთ თუ ვერ დავარიგებთ დაუტოვებთ იქ სადმე შტაბში ხო მაგრამ შტაბში ბატონობა არ არის წესი ბევრი იქნება ისედაც დატოვებული ან რაღაცა და არ არის ანუ ჩვენი მიზანია კიდე რომ ერთი სოფელი ავიღოთ ხო როგორც თქვენი ძახით რომელსაც ანუ მივახციოთ ვეცდებით რომ ყველასთან მივიდეთ ხო ერთი სოფლის გაწმენდა და დახმარება არის რაღაცნაირად ჩვენის რომ ბევრი მანქანა მოდის თან ახლა კიდე 13 მანქანა მოდის ჯიპებით დიდი ჯგუფები არიან უკვე გასულები და რაღაც ერთმანეთს რო ხელი არ შეუშალოთ და არა ვირიოთ და ვიღაცა რომელიღაც სოფელი არ დარჩეს უყურადღებად ვეცდებით რომ ერთ კონკრეტულზე პასუხისმგებლები ჩვენ ვიყოთ აი ესეთი მდგომარეობაა გზაზე თოვლსა კარბუქია უკვე გორთან საკმაოდ თოვლია ეხლა ნახოთ რა იქნება შემდეგში
კიდე რამდენად გამოჩდება. აი კი ჩავასწრეთ ქართლოს. კატასტროფა ხდება. არ ვიცი რა, ამას რა დავაკვირდ არ ვიცი. და რიკოთზე რა იქნება წარმომიდგენია. სვანეთში როცა ვარ ხოლმე მაშინ გვენატრება ხოლმე ესეთი თოვა. და ხაშურში ხდება ეს ამბავი. მეგობრებო, ქართლოსი არის პილოტი. და რაციაში ისმის კითხვები აეროპორტის საფრთხებასთან დაკავშირებით თოვლში და მინდის ჯელობა. ამასობაში ჩვენ უკვე შემოვედით რიკოთზე. შემოვედით რიკოთზე. ვაი. და ეხლა განახებთ რამხელა თოვლია აქაც. და თოვლს კიდე არც ერთ წამი არ გადაუღია დილის მერე თოვა და ალბათ 1 მეტრი იქნება უკვე რიკოთზე. თოვლი სადაც არაა გაწმენდილი. ეხლა განახებთ იქით. მოძრაობა ეხლა აქეთ ამ მხარეს დიდი აღარაა, წეგან ცოტა საცობი იყო იქ სურამთან, იმიტომ რომ მანქანებიც მინდა უნდა გზას. და აქეთ არ ვიცი ხა მეტი რა უნდა გაწმინდონ ამას აღგვენაშულება. რაც არის ეგა. ო ესე იგი როგორც კადრები ნახეთ, ეხლა ვარ რიკოთზე და რიკოთი რო გადმოვიარეთ, აქეთ მანქანა ფაქტობრივად აღარ გვხვდება. და რიკოთამდე სურამის მონაკვეთში საკმაოდ ერთი მანქანა შეგვიძლია. კაი საცობები შეგვდა, იმიტომ რომ მიდიოდნენ მანქანები, რომლებიც გზასაც მინდავდნენ, წინ არ უშევდნენ მოძრაობას და ნაკადი ნელა მიყვებოდა და აქეთ რიკოთს იქეთ უკვე რავი ფაქტობრივად თავისუფლება, აი ნახავთ ახლა კადრებს. ესე მიდივართ. 100 მეტრაზე მაღალი თოვლია ახლა ეგრე გამოდის. ახლა ჯეპირდებით აი. თითქმის გადავედით რიკოთს და მოვეწიეთ კოლონას, რომელიღაც ავტოკლუბიდან არიან. მე მგონი ოფროად კლუბ ჯორჯი არის, აი ჯეკლასზე ვცნობ თორცები. სამაშველოზე მიდიან ბიჭებიც გურიაში და ჩვენც და გზაც გადავიკვეთეთ. ჩვენი ვართ. მოვედით ზესტაფონში ვართ. შემოვედით, ცოტა დავისვენებთ და გავაგზავნებთ გზას. გზაზე კი ნახეთ როგორი თოვლი იყო, გზაზე გადავიღეთ. აკო აგერ არის და მეკითხება ჩაწერე რამეო? აკო დღევანდელი ჩვენი მისია რა არის? ჩავდივართ. უნდა უშუალოდ მამიდაშენში. ჯერ ნახოთ ჩვენ შეშორებით გო. მაგრამ მე ამ მოტივით მოვდივარ. აი, წავედით ახლა. ცოტას დავისვენებთ და გავაგზავნებთ გზას. აი ესეც საჯავახოს გზა, ესეც სიტუაცია ახლა. აქ უფრო რიკოთის მერე, ზესტაფონის მერე უფრო ის არის. სველი თოვლია ეთყობა. და გზაზეც იმდენად ძალა არ აქვს, ამარია ბევრი დაყრილი. რასტო ქართლოს მანქანა როგორი სამართავია აქეთ. ფეფენა. აქ უფრო მარტივი იყო თუ იქეთ. აქ. ეხლა ვაკვირდები და აი ხეები რაც კი ჩანს უმეტესობა არის თუ დატეხილი და ჩამოტრეული და რავი გზიდან დახერხილი გადაყრილი თქო თოვლმა დაამტრია სულ გააწვა ჯერჯერობით ესეთი გზა არის და ზემოთ იქნება მე მგონი ცოტა სადაც არ არის გაწმენდილი იქ იქნება პრობლემა ჩამოვედით ურეკიდან გადმოვხვიეთ და უკვე ვიყოფებით სოფელ ნატანებში. ჯერჯერობით ესეთი მდგომარეობაა. იხედავთ როგორიც. არ ვიცი ახლა ზევით ეგრე კატეგორიულად თუ რადიკალურად რა იცვლება. მაგრამ რაღაც ისეთი პირი უჩანს რომ თითქოს ავალთ დაწყვეტი ვართ იქ. ნახოთ. და few moments later და გაჭედილები რა ვარ. მაგრამ სადაც გაგაცნობთ სიტუაციას. სავარაუდოდ ეს გუშინ გაწმინდა ეს. წავყევით ზემო ნატანებისკენ. ექშენები იქ ზემოთ რო ავალ, იქ გადაგახოვინოთ თუ გინდა სოფელში და ხარ დაიყავე. იუ. ფარმალე. ხელა მიყრილი თოვლები ნახე. წინ აი მანქანას ყავს გზა ჩაკეტილი რომ იქ ტრაქტორიც მინდავს და თორნიკე ელაპარაკა. და ზემო ნატანებთან რო ავიდნენ და ვერ გაგატარებთ ტრაქტორი მუშაობს ეგრეთ წინო. აი ეს რაც წმინდავს ახლა ამას გავწდებით და გამგებელი ნახეთ. საჭმელებს რაღაცებს ვიცემს და
ჩვენ გავაგზავნებთ გზას. აი ესეවත් ეს ზოგი მანქანა მოგვიახლოვდა ჩვენ აქ გამგებელი შეკვდა აგერ თორნიკე. გავარკვიეთ ვისაც დახმარება უნდა და დაუტოვეთ შესაბამისი რაოდენობის პაკეტები, რაც ქონდა დახარისხებული. უნდა რა ვიცი, გავყვებით, ავაღწევთ ზემონატანებამდე და მე აგე იწერენ ვისაც დახმარება უნდა უნგარია ახლომახლოს სოფლებში და მივაკითხავთ სათითაოდ. აღსანიშნავია მეგობრებო, რომ თაკოს და ანანოს მუშაობა ამ ბუღალტერიაში როგორ არის? ჩვენ არ შევიტანებთ ბუღალტერია. ო. ოჩახ როგორებს? როგორ შევიტანებთ? და ყველა სახელს როგორ იწერენ, ვინც ადრა არის, მისაწაინო და ხმარებული. ქართლოს დრონების ეს ქართლოსია ეძინება. მაგარი აპასი. ესეც გავსწრით ქვემონატანებს და წავედით ზემონატანებისკენ. წინ აი ხა უკვე ყოლას ტრაქტორი და ამას გავწდებით. ნახოთ აბა წინ რა ხდება. ესე სიტუაცია ახლა. მოვიდეს. აი აღარ მივა. ვერ აღარ მივა არ წავალ. აი კლირენსია ნახეთ. აი ჩვენ ახლა გავაგზავნებთ გზას გაგვატარა ამან. აი ინერცია აიღე თოკო და წამოდი. აღონ ზედმეტი არაბუქსაო. კაია თოკო ეგრე ინერციით იარე, არ გააჩირო. წადი არ გაჩერდე. მან წეს ახლა ვაკე ადგილი უნდა დაიწყოს. ოჩახ. მოკლედ ჯაჭვების ჩაცმას გადავწყვიტეთ, რომ ესეთი სველი ქაშათაულია, რომ საბურავი დაუშვათ და ისე ვიაროთ, თორე ჯაჭვები დათხრის და უფრო ჩაძირავს მანქანებს. და თორნიკე უშვებს ახლა საბურავებს. ტრაქტორი მოდის? ო, ვერ გავიგე იქ რა მოხდა. დავატარე მათე. აქ ტრაქტორი მოგვადგა. კი. რა ხდება? თოკო მან მე მგონი მარჯვნივ არის კაირესკი ასახვევიდა, აბა რა სიზავ. თუ მან დახვედი შენ ხარ ლეგენდა. ეს ტრაქტორი მოდის აქეთ, მე გაწმენს მოტრიალზე და ჩავიდეს წმენდით. თორნიკემ გაასწრო ტრაქტორს. ვაი. აი, მოახდენილა. ეხლა ამას ჩაწმინდოს, ჩატრიალდება და ჩვენ მერე გავაგზავნებთ ისევე ესეთ თავზე სიარულს. ასეა გზები. ეს თორნიკე ხტუნავს იქ დამინახა გავხარდა. თორნიკე მოიგრიალა Land Rover-ით. ხალხი მეკითხებოდა ეს რა მანქანა არისო. თქვი ეს Land Rover-ია მეთქი და თეფშია მეთქი. ეს დონაური. ეხა უკან ერთი სახლი იყო. მიცემთ იმ ხალხს საჭმელს და გავაგზავნებთ. აი კეთი ხალხი დავინახეთ მოხუცი კაპაპა იყო და მიუტანოთ საჭმელიც და უტოვოთ კაცაც. ვითარება ასეთი რომ აი ესეთი გზები არის ნატანებში. თაკონ აქ ამ ოჯახში გადაუტოვებიათ პროდუქტები. აქე?
ანუ სკოლასთან გვინდა მისვლა, სკოლასთან არის ყველაზე ბევრი ისა რა. სკოლაზე გვაწვდიან ინფორმაციას, რომ სკოლებთან უნდა ავიდეთ. აქ მოსახლეობა არის. თოვლები კი აქვთ დიდი. გზა ტრაქტორი მუშაობს, ახლა მოუყვება, მედია დაგვირთნენ და სხვა სოფლებშიც უკვე შევლენ, ზოგან ვერ მიხვალ თუ ესე გითხეს. აი გზის საფარი ჯერჯერობით აესია. საკმაოდ ჭირს, სხვათა შორის ჯერჯერგან მეგონა გავჩერდით და ნახოთ აბა ძირაკბერის. ჯაჭვები გვაქვს თუ რამეა? კი. Წამოდი. ჩავიდა. თორნიკე ჩაუყვა. ეს არის დონაურის სასახლე. ვერც დაგჭირდა მანთაც მივიდა. აი მოდის ლომი. კი. მე დააგუჭა. ვერი მოშვა. ანანო. ვიყავი. ჩქარა რა მოუკვდა აბა. შეხარე. არ ვიკითხე არაფერი, აი იქ მივდივარ მე. აი მივდივარ კი. ახჩენ. შევარდა. გაზი. სასასვლელში გადავიდე. ოი, სასასვლელები. ხანდა. და სკოლა სადარნე და ვიცი? კი გამოჩნდება. სკოლა ხო შენიც ხო? ოპა. აი ხეხმარებიან კიდე. ეს იქნება ბოლქვაძე შურა. ხო, ეგრე ჩაგვეწერინეს. ეს მარკეტია. ეს ქართლის თიწია. აი ტელეფონს დაარეკინეთ აკომ. შუქი რო არ არის ხალხ ტელეფონი გაგაცშული და უნდათ ლაპარაკი თავისიანად. ბებოსთან ასუფთავებენ მეგობრები. გზას ბილიქს უსუფთავებენ. პროდუქტები მივაწოდეთ. ისე გაჩერებულები ვართ ამის გამო. რთული გზა არის. გვიჭერს თან ისინია ხო რაღაც ამოთხილებია, იამებია თუ რაღაცა და ხანსად ვარდებით და ხანსად ვარდებით. არ ვიცი ვეცდებით მოკლედ მაქსიმალურად რაც შეგვეძლება რაღაც ოჯახების გარკვეულ ნაწილს მაინც დავეხმაროთ და ინფორმაცია მაინც მივაწვინოთ მათ ოჯახის წევრებს. ვაძლევთ კი ჩამატე. გიო მიგოთხასია რაღაც თუ გაქვს და ისიც მივცეთ რა ქვია გამო. ხო. არის გამიშოვე. მოიცადეთ სამთავი არ მაქვს, მაგრამ მე იპროფენდი მაქვს. სადავდეთ ალბათ. აქ ჩამოენგრა სახურავიო, მოზარდებთან ერთად ცხოვრობა ასე მოხდეს ინფორმაცია. აი ტრაქტორი დავწმინდოდა და გადავიდა გზიდან და ხა თორნიკე წავა. ქართლოს ჩაიჭედა იქ. ამოსულებივად ნატანების სკოლასთან ხალხი ზოგს წამლების სამწუხაროდ ჩვენ ბევრი რაოდენობა არ გქონდა. პროდუქტები გვაქვს და ზოგს ფურს ვტოვებთ, რაც გვაქვს ჩვენთვისაც წამოღებული წამლები იმეებს ვტოვებთ. შემოგზაში შემოგვიეცდა რამდენიმე ადამიანი, რომლებიც წამლებით არიან უფრო მეტად აღჭურვილები და ისინი არიგებენ და მოკლედ აი ეს მდგომარეობა არის. მიუყვებით ნელ-ნელა აი ამ გზას, რომ დავეხმაროთ იქნება სოფელს.
საკვები გვაქვს. ანდღულაძეები გამოსვლები არიან? თქვენ ხართ ბატონო ანდღულაძეები? ეს საკვები პური მან არ არის, ეს არის. ეგ არა, ეს არის, ეს პური არის და ხო, პური. კი, პური გვაქვს. პური ჩამომერცი ამას ჩააგდე. აი ხარ. რომლები აი ახაც არ გინდა. რაც გინდა აიღე, ხო, ამა ხო შეიძლება თქვენ და რო ალღა. ვისი წაღან გვეუბნებოდი. პურები რამდენი გინდა? პური ჩადე კიდე აქ ერთი. თქვენს აი ლოცვა მოგვიყვანა. აი, ანდღულაძეებთან, ანუ იმ ოჯახში შევიდეთ, ხო? თაკო. გამარჯობათ, ანდღულაძეები თქვენ გამგებელმა გადმოგცეთ თქვენზე ინფორმაცია მომგონი. ანდღულაძე, ხო? კი. აკო. მადლობა. ეს მოვედით ბოლო ადგილამდე. ამის იქეთ ფეხით უნდა შევიდეთ. აი ეს უნდა შევყვეთ. აჰა, ესე იგი, გავუშვით ქართლოსი და მარგეწი. მე თაკო და თორნიკე შევდივართ უკვე იმ ჩიხში. ფეხით უნდა ჩავიდეთ სახლებამდე, ეს არის საიმოსახლე. ესე იგი, აი ესე შემოგვივარდა ამასობაში. ქართლოსი ახლა მივდივართ ზევით. თორნიკე და თაკო და აკო დარჩნენ აკოს მამინდასთან და იქ არის სამი ოჯახი და იქ მინდის პროდუქტები. და ახლა ჩვენ ვაგრძელებთ გზას კინგლაგძეების ოჯახზე გვაქვს ინფორმაცია და იქ უნდა მივიდეთ. შეძლებითად გვართ გზად რაც შეგვიძლია ვარიგებთ პროდუქტზე ოჯახებში. მიდი აბა მიზადნე და თუ დამხვალ. ცოტა უკან უნდა გავსულიყავი ისე. არა, ოდნა უნდა რეალურად. თუგი ისა. კაი, მე დავაჯალოვებთ. შენ გახვალ მე რაც გონით? მეთქი ამას ავარიდე, მაგრამ ჩავარწყავდა. ხო. უნდა ჩაარტყო, აბა როგორ გინდა მაშინ? კაი, ხა. მოვკაჩავთ. მია ბიჭო, ზადნი. ეგრე მოდის. მიახმარე ცოტა. მაიცა, ასტანავის. всё, მოიჩავხს ერთსამ. მიდი აბა. ჩაადგი. კაი. მაიმუნობს ახლა ეს. დავალსაქმე კაცი. მე მაპახავებდა აქ და მოაბას თვითონ იქ და თვითონვე იპახავს. დენმა არ დაგარტყავს, მაგრამ დენი არა და რას დაგარტყავს. მიდი. კარგი ხარ. ეგ ბოძი არ მოუგლიჯო ბიჭო სოფელს. როდგას რამეს უკეთებს რო? მაინც რა. კაი, მოაბა და გაკაჩავს ახლა თავის თავს და მე მეც ვესტები რას გონით გავიარო. გადამიღებ მე. დავიდა ახლა ქართლოს წინ. იქით კიდე ბევრი სახლები გვაქვს. მე მეორე სოფელში ვარ დასასრულებელი. რამდენს მოვასწრებთ სიმართლე ვთქვა მართლა აღარ ვიცი. იმიტომ რომ აქ ძალიან გართულდა აქეთ გზა ეს რავი რა ხდება აქ. მოიცა ბიჭო. ნეიტრალში ატრიალებს ჯალამბარს ჩემი. რა ნაექრო დაიმხოს ამანქანა მისეთებოდ. შარყია. всё, კაი. გავიდა, ახლა მევწდი. აქ გაიჭედა ახლა ქართლოსი და მე გადადიო გიორგიმ და გადადი კარგია. ზეგი ორი მოსახლის ტელეფონები გვაქვს წამოღებული გზად უტენით და დაუბრუნებთ მერე. არა უშ. ესე მივდივართ. თაკო გავუშვით წინ, დაგვიტკეპნოს, მაგრამ იძირება. ბიემენ.
იმენა ნახე, ნახდი მიშელინები. ო. კი. აი შეყვალავთ, მაგრამ ძალიან ღრმათაულია, სველიათან და იძირები. და ის ძიმე ჩანთები, ვიგაკ ძალიან გძირავს უფრო. ამიტომ ერთი დავტოვე. ერთი ჩავიტანე. ახლა მეორესთან ავდივარ, მეორეს ჩავიტან. და უფრო მარტივია. მეგობრებო, სანტოდიხია. ფერა პალმა. ესე გარანტულია. გარანტულია. და ძიმე ჩანთები. და ლამაზი ბამბუკებია. და ლამაზია 200-ზე არის. ქართლოს იქ ბუქსაობს და არის რავი 100 მეტრის ქვევით. აქედან თუ დავკაჩო ხა. მე საჭე გაასწორე. ბიჭო, საჭეს არ იჭერს სწორად დაიჭერე და მაინც ჩაგაგდებს იმაში. აი შენ რამ ხელა გაქვს ისე რომ ვიცოდეთ ის სტროპა კი არა და ჯალამბარის. 1-3x მაკლდება შენამდე. აჰა, კაი. თუმცა სტროპები ბევრი მაქვს. თორნიკებად ქართლს ჩავიდა აქ მოსახლეობასთან და ვეღარ ამოდის. გადაული. რაცადე იმათ ამოყვანა გინდათ? კი. მოვალე ხლა. ხო, აბა გაჩერებულები არიან. შენ ხო ამოყალა? წავედით ახლა მეორე სამაშველოზე ამას ჩადებ შენ? ამა. ეს ქართულ მაგას ქართულ დავალე იმას დავაჯალოვე. დავახვიოთ? წაღა ვიდეოში მეგონი არასწორად მომაწოდეს ინფორმაცია, რომ აქ არ ყოფილღარავინ ჩვენ ამოვედით. უბრალოდ ამ ოჯახს მომარაგებული ქონდა და არაფერი აღარ დავტოვეთ. ანუ არა იღეს პროდუქტები, იმიტომ რომ მარაგი გვაქვსო. ახლა მივყვებით ზევით თუ ნახავთ რამე ოჯახს, გვაქვს ჯერჯერობით პროდუქტები და დავტოვებთ ბოლო. ბოლო პროდუქტად დავარიგებთ. ვისთანაც შეგვიძლია რომ მივცეთ. მანქანა გაიჭედა ზევით. გიორგის გამოყავს. აი ესე მივახლოვდით. აი ეს კარებია. ნუ ეს ახში. ესე არის. შენ ახლა იმის ჩავიდეთ ახლა ქვემოთ. ეს აი კიდე ერთ სახში ჩავალთ ახლა. ეს მანდარინები ხეზე როგორ შერჩა პატარა. იქეთ ლიმონებია. ესე. აი ესე დაამტრია ბამბუკის ხეებიც თორმა. მაგრამ ეს არა უშავს გაიზრდება, მაგრამ ეს სახლი რო ჩამოანგრია ნაწილი სახურავის, ეგ ცუდია. უფრო პრობლემაა. აი, მივიტანეთ ჩანთები ფეხით. გავუყევით ახლა უკან მანქანასთან გზას. ახლა უკვე მარტივია, სიმძიმეები აღარ მეგვაქვს და თოლში აღარ ვიძირებით. აი ეს არის სახლის შესასვლელი ჭიშკრები ძამა. აქ უკვე. იქ ნახეთ რა ხალა ის აქ სახურავზე. ყველა სიკეთესთან ერთად თოვა დაიწყო. ეხლა არის, მეგობრებო, არის 4 საკლია 15 წუთი და ვარ სოფელ ზემონატანებში დაგვრჩა კიდე რაღაცა გასავლელი, რაღაცა ნაწილი. ქართლში მიდის წინ, უნდა ჩავიდით ბოლომდე, რომ ეს პროდუქცია რაც გვაქვს და ვისაც ჭირდება, დღეს ამ სოფელში ყველას დავეხმაროთ. მე არ ვიცი სხვა დასაბუნება როგორ იქნება.
ეხლა დღეს ეს გვაქვს და მე სახშორდა სულ მე რიკოც ისეთი ამოვიხდება იქაც კარგი გამოიარე და აბა დაველოდოთ რომ გამოვიდეს ეგ უკან რა რამე დავით მეძახიანაგე ქართლოს წვალობს აქ იმიტომ რომ არის აბა რა ვიცი თუ დაინახოთ კარგად აი ასეთი გაუბედურებული გზა თქვი ამას კიდე კაია მივდივართ რა ვიცი თითქოს ბოლო ოჯახში არ ვიცი ტიკტოკერებთან და 14 სულიანი ოჯახი ესენი არიან და ტიკტოკერები წინ კაი ჩაო და მანქანა შეხედე რონაირად ჩაჯდა ანუ შეხედე რომ მდგომარეობა მანქანა როგორ არის გაჩერებული მანქანა საერთოდ აი პურები და ისინი მეც დავარიგოთ აქ და იქ ეს მოკლედ აქ ამოვედით ტიკტოკერების სახლამდე ესე იცნობენ აქ არ ვიცი ჩვენ არ ვიცნობთ არ გამიგია იუთუბერები არის ტიკტოკერები ხო აი ეს მდგომარეობა აქ გზა გაწმენდილი არის მაგრამ ჭიშკრამდე მისასვლელი ასე გამოიყურება ეხლა დავარიგებთ აქაც ხოლო პროდუქტებს და სიო წავედით მე ო ეხა ავალთ მანქანასთან იმ მანქანასაც გამოვაძრობთ და უკვე გავუყვებით ისე ქვემონატანებისკენ გზას და მე მგონი რაც იყო ჩვენი გეგმა 30 ოჯახამდე რაც თქონდა წამოღებული ყოველს დაურიგეთ გზაში ვინც გითხრეს ვინც ისე შეხვდა და მიხვდით რომ გაუხარდებოდა ესე მაყოფილები ვართ მიხვედავთ იმისა რომ ესეთ ღმერთელში ახით ბევრი მოგვიწია სიარული დაიყო მივახციეთ მანქანამდე და მე მგონი თოვლი დაიწყო კარგითან ესენა მოუმატებს ახლა ვატრიალებთ ჩვენ მოდი ეგრე კაი მეორე მხარეს საჭე მოდი რა ხა შენ უკან ჩადი ვაფშე თუ გინდა ამ დროში თოვაც დაიწყო ტრაქტორით ამოვიდა ეხლა არის 6:12 წუთი და ბრუნდებით უკან ორ ოჯახს დაუტანათ ტელეფონები და დაუტოვებთ ეხლა ჩავაპარებთ ტელეფონებს გზა გასაყარის იქით ხო სკოლასთან იყვნენ მოკლედ იქაზე ვითი არის ესეთი მდგომარეობა ისევ თოვლი წამოვიდა იქ სუბარუ არის გაჭედილი აქეთ თორნიკი არის გაჭედილი თოვლმა მოუმატა და ეს თოვლის რაღაცა როგორც იტყვიან ხოლმე მოსლაბდა და სიარული უფრო რთული გახდა კაი ახლა მე ვიცი ოდანავ ზევით მივიდა რომ რაღაცა ვქნათ აკო ადინოკი ვოლკა ნუ გაუჩერეთ ბიჭო რანაირი ჯალამბარი გაქვს რა აუე რაც მანქანა ეგ ჯალამბარი ჩემი გა კრიჟანი რო იქნებია და თოკის გამოშვება არ უნდა კრიჟანი რომელი ნაგავიიღო მე არ ყოფილი ვარ ძმაო მე ხელდადმანები არ მაცვე გეს მე ვიღებ ვიდეოზე მაქვს რომ მე არ ყოფილი ვარ აუ მაგარი ცივი თოვლია ვინ იყო კაი ეს როგორ მოვიდა ხალხი გეტყვით მოვიდა და მე ვეღარ წავიდა თოკი ძმაო ჩამოუწიე ცოტა მაქსუსაც რო არ გესმის ერთი წვირზე უნდა მოვაწვევთ მოვაწვევით აქ მოგიტკეპნა მომას ქართულს ვამუშავებ ახლა ანუ აქ უნდა შევაყენოთ რომ ჩვენ გავიაროთ ქართულს ეს მოვიმასქენი რა უმასქნა მოუნგრიე თუ ჩაუყარო ბიჭო აი სტუპენკა მოუნგრიე რომ აქ ადვილად გადმოვიდეს ამას ნიჩავს ეძახით ლუი ყველაფერი მე უნდა ვასწავლო რა ქართლოსი დავაყენე აქ ვამუშავებ თოვლებზე ოუ რაპელტივით თოვლი მოდის კარგი ბიჭო გავიყინე всё კაი აღარ უნდა მეტი შიდა მხარე კარგად აქეთ აიღე ხა აქეთ აიღე მე მგონი ჯობია რომ არა მიდი წადი წინ სადე წინ იქიდან მოაწექ ქართლოს ფეხი ჩაუყო მიდი მie არა უკან ხა მიდი მეორე მხარეს
მეორე მხარეს, აი ეგრე. წადი. შო, მიდი. იქით აიღე ბოლომდე. აქეთ და წამო. დავაი. შო ეგა. ეგ არ არის. მივაწვი ადამიანი. მიდი. 1 2 3 ჩვენ ჩავალთ საბურავები არ აქვს ამათ. არა, კაი საბურავები აქვს, ახლა რა. სოფელში ასვლა. ამით უნდა თავის სოფელში ასვლა. მივაწვეთ. თუ ვერ წავ აქ ვერ ამოვაეგა. აქ უნდა შემოვიდეს, რა. არ ვიცი. ქართლოსის გენიალური გეგმა აქვს. ხოდა მოდით თქო მაგას ვიწავ. მოდი მივაწვეთ მართლა ყველამ რა. ბიჭო დაგვაღამდა, დაგვათენდა. კიდე შენ სოფელში თუ უნდა ავიდეთ, რაღაც მოვასწრებ. წამო რა მივაწვეთ მართლა. დამეჯახებით. ამას ვაწვევით თუ იმას. ამა. ის ამოვა მე რეგა. მოდი თორნიკე მივაწვეთ რა ყველამ. თოკით გამოვიბით და გადავიყვანეთ ეს მანქანა. ხელით. მივაწექით და აუტო. თავს სანამ თოკი და არ მოგაწექით ბუკნიდა. ჩემმა წონა მომიყვანა. სამზე. საღოლ. 20 მეტრით წამოდით, 20 სანტიმეტრით. ჩაუხტი უცებ. და ჩაგიხვეს. არა, მე ვერ გავწევ. აჰა. ადამიანი მუშაობს პუბლიკაზე. აი სანახაობა. აი ვედრო რა. ვედროს გაიკამი. ტრაქტორი გაატარეს და თოლში გადავიდნენ და აღარ ამოდიან. მივეხმარებით ამბობ. გაზზე ხაიკეთ მიდივართ ჩვენ მაინც. მათხოვე და ჩვენ ხაიკეთ გაზზე. იქ უნდა გადავა. ამოგაქცევ და მე ჩავ. მე რილსებს გადაგიღებ. ფარები ანთე. ვითომ გივარგა. ან მანქანა არ მაღირსა, რომელსაც კაი განათება ექნება. მანქანა არ გაღირსა? მანქანა არ მაღირსა, რომელსაც კარგი განათება ექნება, თქო რაც მომიყვა. აი ბიჭო ალექსი მაზო. გაგატაშტებთ ახლა მე. 470 არა. აი ხოთა შეიძლება 470 დიბერტი არის მაგვა. ეს ერთმა შევარი აპარატი. ქართლოს დაწინაურდით მანქანა შენ წამოსაყვანია. თავისით არ მოდის? ეხლა ნამდვილად ნახავთ კარგად იხავით. მეგობრებო, ჩვენ დღევანდელი მისია დახსნას სულ ახლოვდება. ვართ ზემო ნატანებში, ისევ ძალიან მაგარი თოვლი გამოვიდა. მისია რაც ხონდა რომ ამოსულიყავით და დავხმარებოდით მოსახლეობას. რა პროდუქტიც ხონდა, იმ პროდუქტის შესაბამისად 99% შესრულებული, ანუ ყველაფერი დავარიგეთ რაც ხონდა. ეხლა ჩავდივართ დაბლა. გზად რამდენიმე სამაშველო ხდება. ასევე მთავარი მისია რო გვენახა აკოს მამი და ეგაც შევასრულეთ, აკო გადავიდა, გადაღებული ყველაფერი ვიდეოში ჩავსვათ. მეც არ მინახე, იმიტომ რომ ჩვენ ზევით ვიყავით. ამ პერიოდში ვეხმარებოდით სხვა მოსახლეობას, ანუ პროდუქტს დაუტოვეთ. ძალიან დიდი მადლობა ნანუკა ჟოჟოლიანის ფონდს, რომელიც დაგვეხმარა პროდუქტების ყიდვას. ეხლა გზადაგზა პატარა სამაშველოებია. ხან ჩვენ ვიჭედებით, ხან სხვები ვიჭედებიან და ჩვენ შევით. ხან ისე, ხან ასე. მე სხვების იმებს არ ვმორჩილები. ეხლა მოიცა. დაინგრა ე. ხო. მდგომარეობა არის ასეთი, რანგლერი დაცურდა, თვითონაც აქვს ჯალამბარი,
კარგი მანქანა არის, აქედან მეტყობა, მომზადებულია. მოკლედ ესეთ თოვლში ეს ჩვეულებრივი ამბავია. თორნიკეს მიოთრეს? შენ გწევს? ო არა, აკო წინ წამოიღებს ყველა ვარიანტი, რა ვიცი. აი. რა ვიცი. იმასთან მივიდა ნიჩასთან. გამით ლაფატოვდი. აი ძალაბა. ბიჭო, რომც მუშაობდეს რა აზრია? არ ვიცი, იმიტომ ნახე არ ვიცი. აა. თქვენ თუ იცით როგორ უნდა გამოვიყენოთ? პულტი თუ არა გაქვს, ვერ ჩავთავ. კაი. ესე წამო, მიდი. მიდი, ვატრიალებ ხა თორნიკესო, უკანა მხრიდან კარგად უფრო მარტივად ამოიყვანს. შედი, მიდი. აიგრე. კაი, ეხა ჩემზე აიღე და წამოდი ეგრე უკან. მართლა ჩემზე აიღებს, ხა ამისი ამბავი რო. რას ეუბნები? არის რომ დაგიჯერე. გაიციეთ ხალხო. მიდი უკან, მიდი. კარგად გქონდა რული აღებული. კაი. კარგი, მეტი აღარ გინდა, წინ წადია. კლდეა უკან. იქით აიღე. არ ეს. რაცია არ უჭირავს, ბიჭო, მოიცადე. ერთი წამი რაცია არა, არის. რაცია აიღე. მე შევთქვი დავუჯერე მაშინ. არ გუჯერებს საკო. აი ეგრე წადია. საკო, შენ ელაპარაკე, ჩვენ მოდი. აი, მეორე მხარეს. აიგრე შევ. წამო ეხა ეგრე უკან. მოდი. კიდე. აი, ეგრე ვერ შეხარ. კაი, აღარ გინდა. არ ვიცი. გასწორე, ცოტა წინ მოდი. უკეთესია. იგივე საკეთ. თორნიკე, ასე ვერ დავკაჩავდი? სიაჯობდა? ბიჭო, აი დაშვებულია. ხმას იწერდი? რატომ მიღებ? კამერა გაციე რა, ეხლა რომ არ ტყავს თორნიკე. აბა თაკოს პროგნოზი თუ გამართლდება. თაკოს პროგნოზი არის რომ იმდენს ვიზავთ რომ თორნიკეს ესე ვერ გავა, წინ უნდა მოვიდეს და აქ სადაც ვარ ესე უნდა მოვიდეს. არა, თორნიკე ეგრე აზრია გაიჭედები. გაიჭედე უკვე? ჩემბრალია. აი, ეგრე იდე კიდე გამოგა. ხო, არ გინდა არა, წინვე გაგკაჩავს რა. ცოტა მომე. ვინმე რამე მითხარი. უსი ცოტა დალაბარია აკა გეუბნება. ეგრე იყავი და ერთმანეთს ამოვათრევთ, არაფერი არ გინდა. ხო, გადაიღე რა. ოღონ ზუმით გადაიღე რა, თოვლი რო გამოჩნდეს. თორნიკე, მარჯვნივ აიღე და ცოტა გაზი მიახმარე, მარჯვნივ აიღე. ოდნო მიახმარე, მიდი. ოდნო მარჯვნივ კიდე აიღე. გამოდი. მეორე მხარეს დაწე. არა, მიიღე. აი. ეს გამოიყონა პრაქტიკულად. აი, ეხა ის წამი. ეხა შენ. რული უნდა გაასწოროს, საკო. იმას მოვაწვე და გამოვა. ხო, რული გავასწორებინოთ. მოხსნით თორნიკე და მე გამოგათრევთ. იყავი მან შენ არ წახვიდი ასად. თორნიკე გამიღიმე. ვიყო თუ მივაწვე. აი ცა მივაწვე. აჰა, მიდი და. აი, შე გავიდა. გავიდა? თოვს, სევდიანად თოვს. მე თორნიკეს ჯალამბარს არ მოუბავ. თორნიკე ვინ ამოგაწიო შენ? არა, ეხლა როგორ ეხლა გავაჩერე. არა, ეგრე არა. Toyota ფონი გიშველოს. მოდი წინ, ვერ მობრუნდება. დაასწორე ხატი. აი, მოდი. აი. დაუნდაბლობე. აკო ტექ ინსტრუქტორს ატარებს დამონდაბლებელთან დაკავშირებით. თორნიკე ამოსაყვანია, თორნიკეს მე დავკაჩავ. ეხა გიორგი მოვშოვოს თორნიკეს. რომელიც იქ არის გაჭედილი. თავს აუცრად.
აკო შენ გიხებდი. შენ დამოიყვანე. მე ფარები ახალგაზრდა. ეხლა როგორ ატრიალებს ეს? როგორ ატრიალებს ეს? იქ ვერ შევა? ხო. კაკუზოდა სამუშაოები. თორნიკი უნდა მოbrundas ახლა რამენაირად. ვაი. ო ადრე. ეხა საჭი აიღე. საჭი. აიღე და წადი ნელა. დაუთვეთ. დაიცი. გამოიცი, დაიცი. ახლა მიდი. მიდი. წადი, მოაჩერე, წადი ეგრე, წადი. აიღე საჭი. მიდი, აიღე საჭი, აიღე და წადი. დავიძარით უკან მივდივართ, მაგრამ ისე გართულდა თოვლი, რომ ესე წვალებით გვიწევს სიარული. იმედია გავახცეთ. თოვლი კი მათმა რაო? გამატარეთო თორე ვერ იმითო თუ რაღაცას შუტურებდნენ. ქართლოსი ბიჭო, გუშტებით რო არ წამოსი. ქართლოსი. ქართლოს. ბიჭო, ეს რანერი ხო არ გონია. ინიციატივა. ნახეთ ხალხო გარეთ რა ხდება, რა ამინში ვტოვებთ აქ ხალხს. და ვაგრძელებთ გზას თბილისისკენ. აი ვიცი. ასეთი უბედურება ხდება. ესეთი გზებია უკან გასაღწევად. ან კარგად შეიცვალა, აი თუ თოვლის გაიყინა, ისე შეიცვალა კლიმატი. აი ტრაქტორი დაგვდა წმინდავს ისევ გზას. ჩვენ აგვაყენებინეს მანქანა და ფაქტიურად ეხლა ჩვენ რო წავალთ ეს გზაწმენდილი გზა დარჩება. ჩვენ ვიწვალეთ ცოტა, მე არ ვშვის. აი მარგე მოდის. სუფთა ჰაერზე. მოდის ქართლოსა. ჩართულია ყველაფერი. ლომი. ესე გაწმინდა ეს ცენტრალური გზა. ჩვენ რომ მოვტრივალთ კაკრას დახვდა ეგრე. ეს გამგეობის მანქანა გვხვდება. ამათ მოყავდათ ხალხი მიდიან ისევ ერთ-ერთ კონკრეტულ ოჯახში, რომელმაც წეღა მაგალითად პროდუქტებიც არ გამოგვართვეს. მაინც ეტყობა რაღაცა გარკვეული დახმარება ესაჭირავებაც და მიდიან. ნახე რა მხოლოდ ცუგრიები არიან. ეს პოდიდი ცუგრია, ნებრავერი და ის დიზელი. ის დიზელი ცუგრია. დიზელი ცუგრია. და თორნიკე კიდე ყავს. ილოში რო იყო გახსოვს, ადრე დიდი ცუგრი ვარ მე აღშელა. აი ეს. ძველი. მეგობრებო, ჯერ ესე არ წავსვლოთ სახლისკენ, ჯერ კიდე გვაქვს ერთი გზა, სოფელ პატარა ოფერჩაში, როგორც გავიგეთ,
უნდა შევამოწმოთ სახლი დაზიანებული ხო არ არის თოვლისგან სახურავი. ეხლა მივდივართ მანდეთ და ჯერჯერობით გაწმენდილია ეს თოვლი. თუმცა რო შევადაროთ იქ ზემონათანების გაუყალავ თოვლებს, აქ უფრო იმის ნახევარია ფაქტიურად. აქ იმასთან შედარებით ავტობანი. ხო, მოსთან გაწმენდილია. და ქსველია ჯერ კიდე, ხო? ახლა თან იმედია რომ აქ ეხა დღეს ისე იმდენი ვიწვალეთ, რომ დღეს ეხა კიდე სათხელი ბევრი არ გვექნება და მარტივად მივოთ შევამოწმებთ რაც არის სანახავი. მანქანები ესე დატოვებულია და მორჩა მე მგონი ეს გაკვალული თოვლიც. ბლოკი სისტემისთვისაა თუ მანქანა დახვდა გზაზე და გაჭედილი იყო. ის ყველა იწვალა წავიდა და დავიძალეთ ახლა ჩვენს. გაატანინა ხო, როგორც ნიკოლაოს აიტყდა, გაატანინა. თორნიკე ის ექსკავატორი გაიჭდა იქ გურიაში რომ კედელი მიქონდა. მაგრამ გამიაკ. ოხჩი. თორნიკე ხوار გადმოხდეთ ბიჭო გადაგიღოთ. ხამე ესეთი ექსტრემები გადასაღებია. მე ცოტა ხდება ვიჩვენდა სამყარო. აპასაბურავი გადაძურება. სული ტანსაცმელი გავიხარე, ხომ შალებით ძივარ. თუ თორნიკე არ გაიჭერდა, პროსტი გადასაღებად არ გავალ. აი გაიჭერდა. ბოტებში იმენა გუბეებით გასკორთ, იმედია არ წაიქცევა და ქართლოსის არ დატბორავს. ეს პატარა ცუგრა სად მიდის? თორნიკეს ცენტრი იყო ზეგან ერთი. მენა luxury life-ი ცხოვრობ. კარგად დავდივარ, მაქსიმუმ აქედან გადავიღო. და ლექსუსიდან დადიხო. ლექსუსი არა. რა ვიცი, მივდივართ ზევით, მაგრამ მაგარი გართულდება. ესე იგი, თორნიკემ წამოგვიყვანა სადღაც თავის სოფელში და ნახეთ რა ხდება აქ. რა ვიცი, რა გვინდოდა აქ. თვითონ ხო გადაიჭიხა. ზევით თოვლია. ქართლოსი ჩააჯალან ბლაბლაბლა. აი. და ის პარკირებაში და იმაში ხო ჩაგდებული გაქვს. აკო რა შვება? კიდე ისმის მეორეჯერ? მოიცა. გამოვიდა რა გინდა? კიდე გინდა უკან. გაჭე ჩაკსნა. მოიცა ჩაკსნა. მოიცა და ცადოს აბა ეხა თუ გავა. არა, არა. აკო სახდამა ხო? აკო იმენა განადგურებულია. მოდი, აქ შეგიძლია. კაი, ბიჭო, ეგრე უნდა ცადო თუ მიდიხარ. აი, და დაახარე რა. ბიჭო! მელა! მე რამდენი? გასესტრობები მოწყვიტა რა შვება ჩემი. ვაიმე, არ ვიცი. აი ეხა ჩავაბავ და გავაგზავნებ ახლა რა. დაამთავრე. თად არის მგზავრის უფლებები დაცული. ამ მთელი დღე აი ესე მიჩერებს მანქანას გიორგი, რომ ვერ გადავდივარ. თვითონ გადამხდარია. მე ესე გადავხოხდები და იქიდან გადავდივარ ხომ? ძალიან გადავარდა იქით. ჩვენ თუ არ ჩავედით, ბიჭო, ესა მე მგონი გაუჭირდება ისე რა. ზადნის ჩაგ. თორნიკე ზადნი და წამო. ზადნი, საჭე, გაასწორე საჭე. გაასწორე. ვერასწორებს. ვერასწორებს, ბიჭო. ნახეთ რა ხდება. გაჩე, მოიცა. დიდი. გაასწორე. შო, კაი, მოხსენი, აღარ უნდა გამოვა. და ჩვენ ჩავიდეთ ცოტა უკან, თორე აზრი არა აქვს მე მგონი. თორნიკე ჩავიდეთ უკან? კი, თქვენ გაიწიეთ და მე აქ ხარ გადმოვარ. ხო, კაი. ამოთრევა ნაწილი 3, JX მიათრევს ეხა. მოიცა. მუხრუჩ დააჭიროს რა უცხარი. ვერ მივდივარ, ბიჭო. ჭიჭირავს.
Tornike მიდი. მოიცა. მომისმინე წინ იქით ამხარეს ვერ მიაჯალოებს თვითონ ვერაფერზე? ეგ არ ვიცი, იქით ჩააცურებს. მე ხა თოლს მოვეყუდები და მარჯვნივ კი არა, მარცხნივ რო იმასხას მიაჯალოოს. მარცხნივ არა, იქ არაფერია. მოკლედ სიტუაცია ესეთია, ისე ჩავარდა რომ ქართლოსის მიათრევს წინ. ქართლოსი უნდა მიეყუდოს ახლა თოლს, რომ არ გაათრიოს არსად. ან გადაჩეხავს სადმე ხრამში, რა შვება. აქ ხალხია ძმა, უკარო მოდიხარ. აც მოიგონა. აჰა, გამოკაჩა. ვასუ შვება, ნახე. ო, წამოიღო. ეხა ხო არ ჯობია გაუცვა, ცოტა წინ წავიდეს. არა, რა გინდა მოვა? ძალიან კედელი მოაქვს და მაგითო. ვერა ვხედავ ბიჭო მე. ხო, რავი, წინ წავიდეს არ ჯობია. თუ წავა. ნახეთ რა ხელა. თოვლის კედელი მოაქვს. ესეთი მდგომარეობაა. ძალიან ჩაუვარდა იქით ამხარი. ბიჭო, ხო არ ჩამოუთავოთ აქეთ ცოტა. მაგას მიდამე ხომ არა. ნახეთ ხალხო სადან ხალხო ხედავთ. აბარო ვის ხედავთ? რამხელა რაღაცაში იყო ჩავარდა. თელი მანქანა იყო ჩავარდა. უყურეთ, თორნიკი აგერა. ვერა მოყავს უკან, იმიტომ რომ ქართლის მანქანას აცურებს აქ ძალიან დიდ. აი აქ, ნახეთ. იქ ძალიან დიდ კედელს თხრის უბრალოდ ვიდეოზე გადაღებული მაქვს. აი, ჩვენები იქ ავართ, ქართლის მანქანაზე არის გამომული, მაგრამ ფიზიკურად ვერ მოყავს, ძალიან დიდ კედელს თხრის, ამის შეიძლება გაუგჭოთ მანქანას. და ეხლა ზევით არ გვევს გზა როგორია და რაღაცას მოვიფიქრებთ რა. მუშაობს ბიჭი. ქართლოს წინ ნახე რა აქ ამოთხრილი? ამცენ. სამშუშას აუწიე რა. პროსტო წინ ნახე რა ხდება? ნახე წინ ახდება? არა. წამ ნახე. სად იყო და საიდან მოიყვანე? პროსტო გადი იქ და ჩაიხედე იქ რა ხდება. ანუ თუ შედი გააკეთა მეორე. არა, რო გამოჩნდეს კარგად, სად იყო? აი, აქ რა უნდა შენი სიმა. ამიცთან. ჩემი. ვანჯო. რომელი გვერდი იყო წინაზე? მაშტაცის გვერდი იყო. თაკოს ერჩის რა. თაკოს ერჩის რაღაცას. ოპ. არმანი. ჩემი. გაგრძელდა სამუშაოები, იქ ცოტა მოუთხარეთ. მიუთხარეთ და არა წამოიღებს. მოაქვს ჩვეულებრივად კაცო რა გინდა. რაცია გააქვს? დიდი გაზი არ გინდა თქო უთხარი. პატარა გაზი, პატარა. საჭე სწორად. ვერ ასწორებს ბიჭო, ჩავარდნილია იქ. ეხა შევა, გაჩე. აი ხა. ოდნავ მოგიშვებ და სულ ოდნავ წინ მიდი, საჭე ეგრევე დაიჭირე რა. მიდი ოდნავ. ახლა ქართლოს განნახოს. რაღაცებს. ჩო. ეხა დადნი, მოიცა მოვაჭიმინო. დავარ. საჭე ეგრე. ოდნავ მარცხნივ აი. სტოპ, არ ჩაიფიოს. არ იხევს არაფერს, კაცო, გამო. პროსტა აქეთ მოკყავს შენ და რავი. ჩო, ეხა წინ მივხევ, მოიცადე. დადი. ой. ფორმაჩია ჩემი. ბიჭო, უცებ სხვა მეგონე. ისაც სახი ჩავხედე რომ უცებ სხვა მეგონე. ბიჭო, ის ყველაფერი სვალი ხომ მქონდა? გამოვიცვალე და მაინც ამას კიდე გამიჭედე. მომისმინე, ყველაფერი მაქვს მე. მე გამოვიცვალე. ან კიდე მაქვს ყველაფერი. მაგარია. რა გინდა, ბრატ? იქით ვათრევთ, რა მინდა? წავი ახლა მოხსენი და წავიდეს პრიამა ეგრევე. რატო ნახე პაგეშკა ტრიალებს?
იქ ნახე რა გატყრილი. ეს მოხსენი გეუნები. მოიცა ბიჭო არ დავარტყ. მოდი ბოლომდე სადამდეც მოხვალ და აქეთ ამ ხარეს ეცოდი რომ წახვიდე რა. მიდი აბა. ჯერ წინ წავიდეს ბიჭო. არა მარცხნივ აიღე და ეგრე წადი. მარცხნ წინ წადი. ცოტა წინ უნდა წავიდეს აქ შემჯდარია. ხო და მაგას ვიძახით რა ეგრე რა. გაჩე. ჯუმან არაფერი არაა, просто თოვლიდევს თორე რა. ჯდება მერე და აიდოს просто. აბა, ვისაც გაინტერესებს თორნიკეტს ისა რა ქვია, უკანა დოკი. სად მიდის? რა ნახეთ, ხალხო. ნადირია ეს მანქანა. მანქანა კი არა, თვითონ ეს არის თვითონ ნადირი. და ხელი გამეყინა, საერთოდ ვეღარ ამგდნობ. თელჩეთკე მაინც ჩამეცო რა იქნებოდა. ვაი, მე რა ვიდეოს ვეღარ აქვს გადაღებაზე. ეგ არის პრობლემა. გაიგეთ? აბა თუ აყირავებ? ამას ამურავი და. მოი, სად მიდის? მართლა თორნიკე რაღაც უჩვევი. ძალიან ცუჩვევი. მარცხნივ ბოლომდე და ეგრე. არა, კარგათაა. თუ არ ჩავასრულე. ჩახარ და ამოყირავდი და ეგრე. მიდი ახლა და ჩახტი იკანაოში. საფი ხოჭი. იქ რაღა. ყველამ სტოლს. ჩემი. ბიჭო. აი მე. არმანე. ექსა. აუ, რა კაი თოვლებია ნახე. აუ, აბა. მოიყავი ქართლის მონატრებული 4 თვე არ იყავი მანქანაზე არ გიხარ და ამოვინეს აურე ერთ ხელში მოკიდეთ ხელი და გარახუნებინეთ რაღაცა ხდება გარახუნებინეთ თავი იმაზე რა ქვია თავი მანქანა მუცელი კაი და ეხლა მეორე კითხვა მაქვს ვაფშე ანანო რა ტყუილა მოვოდით აქამდე რა ვიცი წინ ისეთი ამბავი დახვდა რომ მივიდა ნახოთ რა უქნათ დავაი კბილებით თახვი ვიმყავს შევაგდოთ ფესთან შორია შენი ამოისხი არის კაპუტა ეხით ხომ დამენსაციონო არ იქნება ხო დაურეკავ ბიჭო ფეხით ისეთებში ვიარეთ დღეს რა იმას უხარო ხე არის წაქცეულზე აბა სადა ის არის გადმო ხე არის კი არა ესეც კაი არის ჩამოქცეული მე მოვჭერით მოკლედ ეს მოვჭერით ბიჭო ძალიან ბილი თოვლი აქ ავლე ხო აქ ჩვეულებრივად თავლენ პროსტა იქ ვერძრავს მოკლედ ხეები გაგვინთავისუფლეს დროშბა ქონდათ მოგონა всё ეხლა უნდა წამოვიდეს ასეთ აი ნახეთ რა მხოლოდ თოვლია მე მგონი აზრი არ აქვს როგორ მოუბრუნდეთ ეგ თქვი შენ აკო მოდი უკან დაჩ თორნიკე აკო ხომ აქ და გაიარა ერები არ გაგეყინოს გიო რა სიძახი?
ცოტა წინ გინდა ხო? მოდი, გააკ ადგილი. ცოტაზე გააკ. ცუდად იღებ, იქ ისა გაქო. მოდი ცოტა კიდე. ცოტა წინ მოვიდეს და მერე გაასტოროს. და ისინი რატო სწორბებით ხო? ხალხო მოყავს. წავიდეს უკან მასწავლებელი კეთილზე რა. არა, მე მგონა იმას უშლიდით ხელს თქო რა. თორნიკე რა საფერია? სასოფლოში მიდიოდი? ნიკორსყვაში და აქ ესა გავიარებ? ნიკორსყვაში მიდიოდით თორნიკეს ბიძასთან, თუმცა ვერავედით, აი ეს მდგომარეობა არის. ენერგოპროს მანქანაში გვხვდა, რომელიც მიდის ზევით, ნივით. პროდუქტი სატანაც გვინდოდა იქ, თუმცა აკო, გადაიღე შენ მან. ხალხო გურიაში გინდა ექსტემი აგერ ინერესი გადასწავლები. რა არის? ხალხო გურიაში გინდა. ხო, აქ ყოფილა? ყოფილა იქ. ახლა დღე რო იყოს კიდე შეიძლება და ჩალიტში. უფრო ისე. თორნიკე მე აქ მივდივარ. მიდი შენ სადღაც უნდა აძვრე. მოტრიალდეთ ახლა. ანუ აქ უკვე დაგვიხამთ, ა? დღე რო ყოფილიყო, მე მგონია რომ შეიძლება და აქ ასვლა, მაგრამ უკვე გვიანი რო არის. ეხლა წავიდა თრონიკე. ო, წადი ეგრე. ოდნავ მარჯვნივ. აი ეგრე. არა, წინ მიდი. აი მოიცა. მოიცა. წინდაბი. ეს ისევ ქართლოს შემოვიდა? გავით. ეს ჩემზე. ო, შენზე. შენზე. წავიდეთ. ჩამო ვაფშე მოშორდეთ ამათ. აკო. აი მე რას გავარტყმეთ. წავიდეთ. იმ გზას გავუყოთ თუ წავიდეთ. დაგვანებოდი ხო. იმედერკო პროსტ ხოვეთ გვიშველეთ თქო ეს ხელებით რო ანიშნებე ხოლმე ლაფად გამიჭიროს ვერ გაჩვენე. აკო როგორი დღე იყო შენი შეფასებით?
როგორი? კაი წარმატებული, რამდენი ხანს დავეხმარეთ და გავახარეთ. ხო, რაღაცა ის რო იგრძნოს რომ ქინაქოიდან ავედით და რაღაცა იმედიც გაუჩნდათ და ძალიან და ჩვენ რო წამოვედი ტრაქტორიც მოგვადგა და რაც გაუწმინდა. რაღაცნაირად იყო ამბავი. ეს გაუხარდა. ბევრთან სამწუხაროდ ვერ მივედით. ძალიან ახლოს ვიყავით ისე წარმოიდგინე, აი სოფლებთან გადასახვევიდან იწყებოდა ის სოფლები, სადაც უჭირდათ, იქ უკვე ვეღარ შევედით და ძალიან ძნელია რომ ეს ახლახს ხარ და ყველას რაღაცნაირად ვერ ეხმარები და ყველას შედება დახმარება, ხო? ჩვენ ძალებით. თუმცა ესი ძალიან ძნელია უცხო მხარეში ესე არც გვარები იცი, არც სახლები, არც ოჯახები, არც გზები, არც შესახვევი არაფერი არ იცი და აი ეს ერთ დღეში ადაპტირდე უცებ და რაღაცნაირად ყველასთან შეძლო მისვლა და თონიკე რო არ იცის რო გაიქცა, ხო გვანათებდა და ვიდეო და ჩაწერა მიდიოდა. ხო. წავიდა. თუმცა რაღაცა მცირედით მაინც გავაკეთეთ რაღაც და შენ ისე შენს ოჯახის წევრებზე ჩაწერა მამინდა და როგორ არის ან რაღაც? არა. კარგად არიან ყველა. დაუტევოთ მასაც ის აქვს ხო powerbank-ი აქვს და უკვე და დაკავშირება შევძლებთ. ანუ იმ სოფლამდე ვიდეოებშიც ნახავთ. აკოს მამინდა სადაც არის იქ ფეხით შევიდნენ. ხალხი წინ უკან. ნუ აქ იქ მარგემ გადაიღოს რა უყო. მიმდინარეობს გაწმენთ სამუშაოები. აი ესე. ნახ, აი ხო გამოვდგებოდი. კი, ხო გაწმინდე. ხო. სად შეგხვდა ჩვენი ერთგული გამომწერი? ნივით. აგერ ვართ იმერეთში, მივდიოდით კი სიტყველობ თორნიკეს სოფელში და აგერ შეგხვდა კაი კაცი. მეგორი გო, всё, მოვტრიალდით აქ სოფლიდანაც. სადამდე ვიყავით. თორნიკე არ გამოვიდეთ. რა თქვი რა არის დაფთართან? უნდა გავჩერდ კიდე ერთ ადგილას. ესეც ქუთაისის შემოვლითი ახალი ავტობანია გველია თქვაც. ავტობანი. საინტერესოა, ეხა ინტერნეტი არ მუშაობს და საინტერესოა რიკოძზე რა სიტუაცია. აქ თუ ესეთი თოვლია, აი უკვე გადაბნევში უკვე თოვლის დადება იწყება და რიკოძზე შეიძლება ბევრად ცუდი სიტუაცია იყოს. ინტერნეტი რომ მუშაობდეს, ეგ ინფოც ინტერნეტში საწყელებში ვეცოდინებოდა. რა საინტერესოა, იქ ერთი კაცი გვეжда სასწრაფოს ძღოლი იყო. და აი ეს მანქანა იყო, მაგის ეს დადიოდა მაგ მანქანით და გავტეხეთ უკანა ხიდია. აი ჩავდივართ, უნდა ჩავასხებ საწყობები და ჩავხოთ. შეგვეძლო ღარიბი იუთუბერების სუპრა სამუშაო დღის ბოლოს. ანაკომი ბიჭო ესენია. ვიდეოს ეს ჩავს ღარიბურას და ჩვენ მოგდის. აი ეს ბურჟუაზია. მოიწოდე ეხლა აი როგორ უნდა იცოდე მაშინ და ხია. როგორ მიყვარს აი ხე შევჭამ და გავაგზავნებ და რიკოცი იქნება მაგარი ამბავი იქნება რიკოცი. აი ეს სამი სერიალი ხო რიკოცი არის მესამეი დასწრა. ანუ ეს დაედო ეხლა რაღაც ნახევარი საათია გაჩერებულები ვართ, ჭამეთ დავისვენეს და ვაგრძელებთ გზას. სასტაფონის ამ ვიშოლზე ვართ თუ სმარტი თუ რაღაც ვეი. ამას შეხედეთ როგორ თავს. არ ვიცი რა ვთქვა. სამამაზია. აუ ეს ბიშკიტ თუ იღებს არაფერი არ გამოვა. მიდი. გავედით ზესტაფონიდან რიკოთისკენ და აი ესეთი ამბავი არის უკვე ავტობანზე. ძალიან ინტენსიურად თავს წინ მიდის თორნიკე უკან მოდის მართლა შუაში მიდივარ მე. ეხლა მივდივარ რიკოთისკენ და რა ვიცი აქ იმედი რომ შედავიანად მივიდე. თუ ვინმე საშუალება
იქნება გზაც, მათაც უშუალოდ. და დავბრუნდებით საბოლოოდ თბილისში, იმედია მოშინებაში. აი ეხლა ვიდეოში კარგად ჩანს როგორ ისაშნელი თქო. რაღაც შეჯამება მე და აკომაც გავაკეთეთ. გიორგი შენ რა სიტყოდი მანდობელს გოშა. ნაყოფიერი დღე გქონდა. კარგად მოვიარეთ და ის ჩვენი დაგეგმილი მიზნები შევასრულეთ. ეგ მეც ვილაპარაკე უყოდ მარტო. აჰა. ნახეთ. ჯერ კიდე იქ ვიყავი რომ ვილაპარაკე. ნახეთ როგორი ყოფილა. ზოგადად მე რაღაც არ ვიყავი დილით ვიდეოს გადაღების ხასიათზე. იმიტომ რა დროს ვიდეოა ხალხს უჭირს თქო და რაღაცნაირად მე ბედნიერებაც მოიტანა ჩვენთან მე მგონი რაღაცა ხალხის მაყოფილება როცა გავინახეთ და მოვედით ხასიათზე მე ჩვენც